მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები და დღეს შემოვედი ასეთი თემით, ბედისგან დიდი ცვლილებებია შენთვის. რომ არ დავაყოვნო, უკვე ჩქარობს, ტარო ჩქარობს და ვნახოთ რა ცვლილებებია, მეც მაინტერესებს ჩემთვის. ნახოთ ჩემო კარგებო, სტუმრებო გამოიწერეთ არხი. მე მაქვს მეორე არხიც და გადადით იქაც არის გაშლები. აქ რიტუალებია, გაშლებია. აბა ნახოთ მეგობრებო. ნახოთ, რა ცვლილებებია ბედისგან. ოპა. უყურეთ რა ხდება. ვიღაცა გთვალავთ ოჯახში, თქვენს სახლზე, თქვენს ოჯახში, თქვენს ურთიერთობაზე. ასევე პირდაპირ თქვენ უფრო დედოფალს, პენტაკლის დედოფალს თვალავენ, მოდი ესე ვთქვათ. ვიღაცა ისე არ ფიქრობს, როგორც არის, ეს არის შური, ეს არის მისი ილუზიები, მიხვდით ხო? და თვითონაც უნდა რომ ეს სიტუაცია გქონდეს, ფინანსურ სფეროს ეხება, თქვენს კეთილდღეობას ეხება, თქვენს იდილიას ეხება, რამდენი შემოდის სახლში და რამდენი გადის, ვინ შემოდის, ვინ გადის, მიხვდით ხო? აბა ვნახოთ რა ვისი ილუზიებია ეს, ვისი ილუზიებია. ეს არის შეიძლება მეზობელი იყოს, თქვენი თანამშრომელი იყოს, თქვენი ამხანაგი იყოს, იცით რა არის? გოგონა ამოდის, ახალგაზრდა გოგონა ამოდის მუქი თმებით, შეღებილიც რო გქონდეს, ხო? აი მაგალითად იღებავს თმას, ხო? ანუ მუქი თმებით არის დაბადებული, მისი ბუნებრივი თმა არის მუქი ფერის თმა. საუბარია თქვენს ოჯახზე. იცით რა არის? არის დადებითი საუბარიც, არის არადადებითი საუბარიც, ასე ვთქვათ. უფრო თქვენზე აქ ალბატონებო საუბარი და თქვენს ქალიშვილზე, ვისაც ეს ქალიშვილი ყავთ, შვილიშვილი ყავთ, მიხვდით ხო? ანუ ილუზიებში არიან ხალხი თქვენს ირგვლივ, თქვენს ოჯახზე არის, თქვენს ფინანსებზე, თქვენს წარმატებებზე და რა არის, იცით? აი რა ცვლილებებია, ესე იგი, ბედისგან შენთვის, რომ შეიცვლება ეს ილუზიები ხალხისგან. აბა კიდე ვინ ავრცელებს, ვინ კონკრეტულად. ნუ თქვენს ვინ, ესე იგი, სოციუმი, ინტერნეტი, ქვები, ეზოთერიკა, ხალხთან მუშაობა, მიხვდით ხო? თქვენი წარმატებულობა, უფრო მოშურნეები, ან დედაშვილია თქვენ ოჯახზე, დადიშვილი შეიძლება გათამაშდეს, ესეც ამოდის, ნათესაური მხარე დაჯდა უფრო. და რა არის, იცით? აი თვითონ რომ ვერ შეძლეს და თქვენ რომ აი ამდენი შეძელით, გარედან, ესე იგი, ვისთანაც საუბრობენ თქვენზე, როგორც საუბრობენ, რომ ასეთი მიაღწიეთ მაინც წარმატებებს, ხო ხვდებით და ილუზიებში იყვნენ, რომ ესე იგი თქვენ წარმატებას, ხო, უკან დახევდნენ, წაგართმევდნენ, მოგპარავდნენ, რომელსაც ძალიან ცდილობდნენ თქვენს ჯანმრთელობას, თქვენს მოგზაურობას, გზებს, აი ეს გადაკეტვები, გადმოკეტვები, მიხვდით ხო? აი ეს შეიცვლება ყველაფერი, აი ეს
ბედისგან გექნებათ პირდაპირ ოჯახში აღდგება, კავშირი აღდგება, ვისაც გესაჭიროებათ და იმუნიტეტი იქნება შესაძლებელი, გაიზრდება იმუნური სისტემები ყველა სფეროში მინდა გითხრათ, ძალიან მიხარია და დიდი ცვლილებებია, რომ უფრო მეტად წარმატებულები იქნებით, სახლი ვისაც გინდათ შეიძენთ, იყიდით, მანქანა უძრავი ქონება, მანქანის შეცვლა თუ გინდათ, შეცვლით, გაყიდვა თუ გინდათ, გაყიდით, მიხვდით ხო? აი ეს დიდი ცვლილებები, იმიტომ რომ ეს თქვენ დაიმსახურეთ, ჩამოკარგებო, ეს თქვენ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვისაც ყავთ, ბედნიერებას ეწევა, თუ გათხოვილი არ არის და შეესაბამება მაგას აქვს, კარგი ბედი შეხვდება, მიხვდით ხო? აი მობრუნდება ხალხი, შემობრუნდება თქვენსკენ, იმიტომ რომ ეს ილუზიები ხო, ვისაც თქვენ ოჯახზე ქონდა, აი ამ არასწორი ხალხისგან შექმნილი, შურიანი ხალხისგან თქვენს წარმატებაზე, ხო? აი ხო ვთქვია რა. უყურეთ, ცხრიანი ხვლები გადმოვარდა ეგრევე, აი რასაც მე ვსაუბრობ, ზუსტად სამყარომ დასვა, მადლობა სამყარო და ნეგატივიც დღესდღეობითაც საუბრობენ თქვენზე, მაგრამ როგორ იცით, თვითონვე ეჯერათ თავიანთი ტყუილების, რომ თქვენ დაგაგდებდნენ ლოგინში, დაგაავადმყოფებდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეუძლებელი, აი ვეღარ შეძლებდით ვერაფერს, იტირებდით ისევ ან ოჯახში ცუდად გაგიხდებოდათ ისევ ვინმე, ან ნეგატიური ჩარევისგან, პორჩასგან ვერ გამოხვიდოდით, მენტალური შემოტევები იყო, ასტრალიდან იყო შემოტევები, მიხვდით ხო? და აი ეს ყველაფერი ხო, თვითონაც რო ჯეროდათ, ვინც აი ამას აკეთებს ხო და აკეთებდა ილუზიებში, სხვა ხალხსაც რომ ამყოფებდა თქვენთან დაკავშირებით, ეხლა ის ხალხი გონს მოეგება, მიხვდით ხო? და ეხლა მიხვდებიან, რომ ეს არასწორი ფიქრები, რაც აი ამ შურიანი ხალხისგან, ამ გოგონასგან მოდის და ამ ქალბატონისგან, დედაშვილი ისევ თამაშდება, რა ვქნა, არასწორი იყო. რა საინტერესოა. აი უყურეთ, რეები ჯდება. ბალანსი იყო თქვენთან დარღვეული, მიხვდით ხო? ბალანსი, ყველანაირი ბალანსი იყო დარღვეული, ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ თქვენი ოჯახის და თქვენი ცხოვრების წინააღმდეგ, გოგოებო, ბიჭებო, მინდათ გითხრათ. და რა არის, იცით, გადაადგილებაში, წინსვლაში, ისევ სოციუმი, ისევ საზღვარგარეთი, ისევ ინტერნეტი, ისევ კავშირები, ხალხთან კავშირში, აი ეს ბალანსი უნდოდათ, რომ თქვენ დაგრღვეოდათ და ეს მოახერხეს ბევრთან გათამაშდება, რომ სამწუხაროდ მოახერხეს. იცით რა არის, რომ თქვენ ფინანსებზე თამაშობდნენ. კი, იყო შემოსავალი, მაგრამ ქარის მოტანილს ქარს მიქონდა, ისევ მიხვდი, ხო რა, როგორც არის, ისევ ქარს მიქონდა, ქარის მოტანილი. ესე იყო და რაც დამალული იყო, გასაიდუმლოებული იყო, რომ ვინც მუშაობდა ამაზე, აი რა ცვლილებებია ბედისგან, უყურეთ, ის ადამიანი, აი თვითონ ვსვივა დღეს კარტი, ის ადამიანი გამოჩნდება თვითონ და მიხვდებით ვინ არის. ой, რა საინტერესოა. არ გამოვრიცხავ, რომ დაგიკავშირდეთ, იმიტომ რომ თვითონ ეხლა ეს ადამიანი ძალიან ცუდად არის, იცით? იმიტომ რომ თქვენ რომ გამოდიხართ მდგომარეობიდან, ვინც ჩემთან წმენდებს იკეთებთ, ხო, უფრო და დიდი ხანია იკეთებთ, რაც დასთესეთ და ელოდებით. ეხლა ისინი ელოდებიან შედეგს, მიხვდით ხო, რომ რა შედეგი მიიღეს თავიანთი გაფუჭებული საქმისგან, გაშავებული საქმისგან, თქვენს მიმართ, თქვენი ოჯახების მიმართ, თქვენი კარიერის მიმართ, თქვენი შესაძლებლობების მიმართ. მიხვდით ხო, თქვენ არ
არ გაჩერებულ ხართ და არ ჩერდებით ბედისგან, ეს დიდი ცვლილებებია, რომ თქვენი ბრძოლა, ხო, ესე იგი, ვინც ხმლები ჩაგარჭეს, აი აქ ცხრიანი ხმლები და ბალანსი დაგაკარგინეს და ხო, აგერდა არივდარიეს ყველაფერი თქვენს მენტალში, თქვენს შესაძლებლობებში, თითქოს გაყინეს, მიხვდით, ხო, ერთ ადგილზე გაგაჩერეს, ხო, ფინანსებში, ოჯახში, თქვენ შვილებში და ასე შემდეგ, ურთიერთობებში, ნებისმიერ ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობებში რესურსები წაგართვეს, ხო? ბევრს გამოუვიდა ბევრზე, აი ეს მამაკაცზე გამოვიდა უფრო დარტყმა პენტაკლის მამაკაცზე თქვენ ოჯახში თქვენს გვერდზე ვინც იმყოფება შეიძლება ამ მამაკაცს ესე თამაშდება შვილი ყავს წინა ოჯახიდან ან შეიძლება დაქორწინებული არ არის მაგრამ თქვენ ყავთ შვილი ესეც შეიძლება ორიც თამაშდება და ცალკე ერთიც თამაშდება ძალიან სწრაფად გამოდიხართ მდგომარეობიდან თქვენ თვითონვე აი ბედი გასაჩუქრებთ მიხვდით ხო გასაჩუქრებთ დიდ ცვლილებებში შედიხართ აი ძალიან სწრაფად ხდება გამოჯამრთელება ოპერაციები ვისაც ჭირდება კარგ ექიმს შეგახვედრებენ სასამართლო ვისაც აქვს და ეს პროცედურა თქვენ მხარეს დაიჭერენ მიხვდით ხო და ახალ ნაბიჯებს გადადგავთ თქვენ აი აქ შვილი შეიძლება თქვენ შორის იყო რაღაცა შუღლი ჩადებული გაჩერება შეჩერება ურთიერთობის აი ეს ყველაფერი დაიძრება ნელ-ნელა აი ბედისგან რა დიდი ცვლილებებია ხო ხდებით დახმარება ფინანსებში თქვენც ეხმარებით ვიღაცას დაჭირდება თქვენი დახმარება და უარი არ უთხრათ მაგრამ ანუ შინაურს თქვენი იცით რა არის უცებ აი ნახეთ თვითონ ხდება თვითონ ნუ აი უყურეთ რა ათიანი კვერთხები ხედავთ რას ვიცახი ცხოვრებისთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა რო იყო ჩამოგენგრიათ თავზე ყველაფერი აი ეს რომ მოინდომეს მტრებმა ხო სიყვარულში ურთიერთობაში ადამიანი რომ ესე იგი მიდის ადამიანს რომ ესე იგი წინსვლა აქვს ცხოვრებაში და მერე აი ეს თამაში იყო ფინანსებთან დაკავშირებით თქვენ შემოსავლთან დაკავშირებით სულ ფინანსებზე ამოვიდა დღეს უყურეთ მტრებს ჩამოენგრევათ აი ამით გასაჩუქრებთ აი ბედისგან დიდი ცვლილებები რომ ახალი პარტნიორი იქნება წასული მობრუნდება თუ ეხა 5 წელი და 2 წელი არაა წასული აი ეს ბრძოლა ცხოვრებისთვის ბრძოლა აი ახლა მტრებს მისდით ეს უკან უბრუნდება აქ ესე ჩანს და მეფეხმლები ვიღაცა კაცი იბრძოდა თქვენზე თქვენი ეს წარსული პიროვნება შეიძლება თქვენი ყოფილი მეუღლე გათამაშდეს აი რო არ განებებდათ თავს და ხმლებს და ჯოხებს გირტყავდათ რომ თვითონ რო ჩამოენგრია ცხოვრება თვითონ ძალიან ცუდად არის გარწმუნებთ რო იცოდეთ და ესე იგი რომ აღარ ახართ მის ჯიბეზე ფინანსებზე დამოკიდებული მანიპულატორობდა ძალიან ენერგოვამპირი იყო ეს თქვენთვის და ბევრს დღემდე არ გეშვებათ მაგრამ უკვე როგორ იცით აი ძალიან დიდი ცვლილებაა ბედისგან რომ თქვენ წინა პლანზე გადმოდიხართ და ეს ყველაფერი ხო აგე ნახეთ რა სამყარო თვითონ საუბრობს დღეს მე შემიძლია კარტი დავდო და ტარო და თვითონ ისაუბროს მადლობა სამყარო და აი ეს ნამდვილად სიყვარული მოგდით გულის ჩაკრები გაიწმინდეთ ჩამოკარგებო მთლიანად ჩაკრები გაიმეორეთ თქვენი ხერხემალი აღდგება ახალ ნაბიჯებს გადადგავთ თქვენს რო ადგილს დაიკავებთ ისევ თქვენი კორონა თავზე რო გედგათ ხო ის ვისაც ჩამოგიგდეს ან თქვენ ოჯახის წევრებს და გაგანადგურეს ხო ეხა თვითონ გადასდით ეს აი ზუსტად ის ერთი ერთში ეს მომეწონა ყველაზე ძალიან
ძალიან. ბავშვები, ვიღაცა აქ ბავშვზე აბრძოლა, ან მოზარდი ბავშვი, ერთი წუთით, აბა კიდე რა დიდი ცვლილებებია ბედისგან შენთვის. უყურეთ. თქვენს შვილს უკეთებენ ძალიან ცუდ და ისეთ მაგიას დიდი ხანია ეს კეთდება, მინდა გითხრათ, სისხლის ნათესავებისგან პირველ რიგში და მერე არასისხლის ნათესავებისგან. ესე იგი 4-ვე კუთხიდან ურტყავენ. ეს თამაშდება, აქ შვილი თამაშდება, შვილიშვილსაც ესე ვიტყვი დავაფიქსირებ. მის პოტენციალზე ძალიან წარმატებული იყო, დაცვები და დაცვებს უნგრევენ, უნდათ რომ აქ გათამაშდა, რომ თითქმის ადამიანმა ან ოპერაციამდე მივიდა, გაიკეთა, ან თქვენ ოჯახში მოხდა მოკლედ ესე. დიდი დაშორება, სამუდამო დაშორება, რომელიც სიკვდილის ტოლფასია, მიხვდით ხო? აქ შეიძლება დაღუპვაც გათამაშდეს და როგორ იცით, ეს იყო ჩარევით. და რა არის იცით, ეხლა 2 ტუზი ერთად დაჯდა, მთვარე, ვარსკვლავები, პენტაკლები და ასე შემდეგ. ეს დარღვეული ბალანსი გამოდის, თქვენ ეხმარებით, იცით? ანგელოზებიც ეხმარებიან, რომ ესე იგი ოჯახში იქნება ბალანსი აღდგენილი და დიდი ცვლილებები შემოდის, ამ მოზარდი, ან ესე ვიტყვი 30 წლამდე, 32 წლამდე, 7 წლიდან ახალგაზრდა პიროვნება. აქ კიდე ოჯახში ისევ 2 ქალიშვილი თამაშდება, ესე მეუნებიან. მოკლედ, ტყუილად არ ჩაიარა ამ მუშაობამ, ამ წმენდებმა, ამ ყველაფერმა ბრძოლამ თქვენმა, ეს რითიც იწმენდებოდით, ხო? ბუმერანგებსაც რო უშვებდით, მიუვიდა ხალხს, ვისთანაც მისასვლელია, დაჩქარდა, დაცვები, დაცული გაქვთ ოჯახი, აქ კიდე ოჯახზე დაცვას გეუბნებიან, მაინც გააძლიერეთ, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ეხლა ცოტა ავამტყოფური რაღაცაა შესული, მიხვდით ხო, ნეგატიური პროგრამა, მაგრამ ეს ცვლილება იქნება, რომ გამოჯამრთელებაა, მიხვდით ხო, გამოჯამრთელებაა, სიმყარე, მიხვდით ხო, ოჯახებში, აქ ძირითადად დღეს სამყარო ოჯახზე გვესაუბრება. კიდე ოჯახი, ჰარმონია, 10-იანი პენტაკლი, დაიწყო და 10-იანი თასებით დავამთავროთ. და რა არის, იცით, ეს სულ ახალი ნაბიჯები, ახალი ეს სიმჩატე შემჩატდება, უკვე დაპატარავდა ეს ნეგატივი, ძალა, სიყვარული, ურთიერთობა, ის რაც თქვენ ამდენი ხანი იბრძოლეთ, ვინც სწავლობს, ვინც ახალ რაღაცებს ეუფლება, ყველაფერი გამოგივათ, ჩამოკარგებო, სიყვარულშიც გამოგივათ და ნახეთ, აქაც დაჯდა, ანგელოზები სულ თქვენთან არიან, მადლობა ანგელოზებს, ნახეთ, სიყვარული, კავშირი თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ჩამოკარგებო, აქ არის გამარჯვება, გაფრწყინება ოჯახებში, უყურეთ ოჯახში, ნახეთ, არ შემდგარი შედგება, ეს პირდაპირ ოჯახის შეერთება, ბალანსი აღდგება, ახალ ნაბიჯებს გადადგავთ თქვენ ოჯახებში, თქვენი შვილები, თქვენი მეგობრები, ვისაც ეს ასაკი გაქვთ, რომ ახალგაზრდები ხართ, სწავლობთ და ასე შემდეგ და რაღაცას ეუფლებით ხო, თქვენთვის საინტერესოს ხელოვნება იქნება, ეს სწავლა იქნება, საზღვრის გარეთ იქნება, ასე ვთქვათ, ხო? ეს თქვენ შვილებზე, თქვენს ახლობლებზე, თქვენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდება, ძალიან კარგად დამთავრდება და
იმპერატრიცა, აი ძალაში შედიხართ, თქვენი ძალები ბრუნდება და მოდით აბა რა დარიგებას მოგცემს აბა სამყარო. დარიგება არის, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მეც და თქვენც აი ამ ჭორებს და აი ამ გაურკვეველ სიტუაციებს და ღმერთმა იცის, ღმერთი დასჯის იმათ თავისას და თქვენ უნდა გააგრძელოთ, ესე იგი, თქვენი სიტუაცია, თქვენი შრომა, აი აქ რაც ამოვიდა ეს ყველაფერი, ჩემო მეგობრებო, და გააგრძელოთ შრომა. ეხა ანგელოზებისგან ნახოთ, ეს სამყაროსგან იყო დარიგება. აჰა, კალისო ფარტუნი, ბედის ბორბალი, აი უყურეთ, თქვენი ბედის ბორბალი, ესე იგი, მაინც იჭორავებენ და მაინც არ გაჩერდებიან, მიხვდით ხო რას გეუბნებით და ენებით დასძრომიათ. ამინ. აი ესე ვიტყვი. მე და თქვენ მაინც ხო წინ მივდივართ, ჩემო კარგებო, ნახეთ როგორ გვიცავენ, ზემოდან გვიცავენ, ნახეთ და წინსვლა, გზების გახსნა, გადაადგილება, სწავლა, შემოქმედება, აი ყველაფერი, სიყვარული, ყველაფერი ერთად გვექნება, არ ინერვიულოთ, რაც დაკარგეთ, ყველაფერი აღდგება. აი ესეთი ბედისგან დიდი ცვლილებებით მინდა დაგემშვიდობოთ, უფრო სწორედ არ გემშვიდობებით, დამელოდეთ ეს ავკრიფო, ეს იგივე ამინს ნიშნავს და მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩემო სტუმრებო, არ ინანებთ. ჩემი ეს თითოეული გაშლებიც არის პატარა მაგია, თეთრი მაგია, რომელიც გიცვლით ცხოვრებას და ჰოის საოცრებავ. უყურეთ, ფორტუნა. აი, ნახეთ თქვენოთ რა იყო, აი ამ ფორტუნათი დავამთავრებ დღევანდელ გამოსვლას, დღევანდელ სიტუაციას და მეც მიყვარხართ, მადლობთ ესეთი ლამაზი სიტყვებისთვის და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.